ბესოიემ აიჩემა, რომ იყიდოს მანქანა. შეაგროვა ფული. მაშინ როცა ყველა ნიშანი წინასწარ სანამ ფული შეგროვებას დაიწყებდა, იყო ისეთი, რომ ვერ შეძლებს რა. იმიტომ რომ მისი იდენტური, მოკლედ მისი მისმა მეგობრებმა ეს ვერ შეძლეს. ესეთი ვიზუალიზაციის ის გააკეთა რა, 5000 ლარი უნდა შეეგროვებინა. და არ ხარჯავდა რა რაღაც შეშების და ჩეხვაში მიეხმარა ვიღაცას იქ რაც გადაუხადეს დადო. შენ იცნობ ანუ ბესოიას? კი. და ვკითხე მე რომ როგორ შეძელი თქო რა. მაგითო ვამბობ რომ ჩვენ რეალური ადამიანები უფრო სამაგალითოებია. სადღაც მოვყევი მე მგონი ეს არ მახსოვს. თბილისში იყო ჩამოსული და პროფილაქტიკაში მუშაობდა და ის ფულიც არ დახარჯა. მოკლედ და როგორ აგროვებდა იცი? სახლის უკან ქუხნა ქვია გურულად რა. კერია სადაც მოკლედ სიმინდის მარცვლები დაალაგა 500 ცალი. 50 ცალი ერთ მწკრივში და 10 მწკრივი. და ყოველ დადებულ 10 ლარზე ერთ სიმინდის მარცვალს იღებდა და აგდებდა. რომ მიხვდა თვითონ უნიკალური გზა მოძებნა. ანუ თეორიულად ხო ვიცით, რომ 10 ლარი რომ აქვს 5000-მდე დარჩენილი მაქვს 4990. მაგრამ ის მიხვდა რომ მისი ტვინი მუშაობს ისე რომ აი უნდა დაინახოს. და წარმოიდგინე ჯერ რა შორს იყო რა, სანამ ეს სიმინდის მარცვლები ესე ალაგია. მაგრამ მე როგორც კი აი 10 ლარზე, ანუ თუ 100 ლარი იშოვა, 10 სიმინდის მარცვალს იღებდა და გადააგდებდა. და ხედავდა რა, სად იყო თავის მანქანასთან მიმართებით. ერთხელ ქონდა კრიზისი, სადღაც შუაშია და ქათმები შეიპარდნენ რა. კატამბა რა იცის ახლა? ბესოი რაის ვიზუალიზაციას აკეთებს საერთოდ და მოკლედ თან რაღაც ერთი მწკრივი მაინც შეეჭამათ ესე რომ ხო იმენ ამოჭავ. და ბესოიმ თქვა რომ ეს ღმერთ მოკლედ მორწმუნე ბიჭია რა და მოკლედ იმ ღამესო არავის არ ელაპარაკებოდაო ეს მეგობრები მეონებიან რა. იდგაო და უყურებდაო ამ სიმინდის მარცვლებს, დარჩენილ სიმინდის მარცვლებს თითქოს ელაპარაკებოდაო რაღაც. აი ისო და კინოსცენა იყო რა, მუსიკა რომ და დაადო ამ დროს და ის სიმინდის მარცვლებს ელაპარაკ. მერეო ღმერთმა მითხრაო რომ აუცილებლად უნდა გააგრძელო და მოკლედ დაალაგა ის იწვალა და მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, შეაგროვა 5000 ლარი და იყიდა მანქანა. მაშინ როცა მისი მეგობრები ისევ წუწუნებენ ცხოვრებაზე. ბესოი ესაც ზუსტად იგივე აქვს საწუწუნო თუ მეტი არა, იმიტომ რომ მამა არ ყავს იმ თავის მეგობრებისგან განსულ. ანუ გაცილებით მეტი, რო აიღო მეტი აქვს საწუწუნო ვიდრე თავის მეგობრებს. და მე ვკითხე მე ესე ახლოს არ ვიცნობ რა, მაგრამ ვკითხე რომ რა შეგაძლებინა მეთქი რა, რა თქინდოდ მანქანა მეთქი, მე განვაზოგად, იმიტომ რომ მე როცა მანქანაზე ვოცნებობდი, აი წარმოვიდგენდი, ხო იცი რომ აი ავდექი დილას, ჩამოვედი, ჩავჯექი და აი მანქანა მევასება და იმიტომ მინდა. და ალბათ შენც ეგრე იყავი მეთქი, ხო? და ბესოიმ მითხრა რომ არაო დედა ჩემიო ფეხს იტკივებსო უკვე ისეთ ასაკშიაო რა და იქო თავის სამსახურში რო წავიყვანო ფოთში ორი მარშრუტის გამოცვლა უწევს და ამიტომ მანქანა მჭირდება რომ ვატარო. ანუ რაღაცა დანიშნულებით იყო მისული მასთან ეს მიზანი და არა უბრალოდ იმიტომ რომ მიღწევა. ამიტომ თუ რაღაცა დანიშნულება გაქვს, მაშინ ყოველთვის გამონახავ გზას. და მაშინ ყოველთვის ეს მარცხი დაგავიწყდება რა, ჩვეულებრივია, ხო, ჩვეულებრივი შეჩვეულიც კი ხარ. შენ ამბობ რომ გასაკვირი მარცხში არ იქნება შენთვის. და თუ ეს ყურით მოთრეულია, ან შენს მეგობრების წრეშია დომინანტი ეს მიზანი და ამიტომ გინდა და სინამდვილეში შენი არ არის, იმიტომ რომ დანიშნულებას არ ემთხვევა. მაშინ ყოველთვის გამონახავ გაправებას, რატო ვერ მივახციე რაღაცას. ძალიან შთამბეჭდავი ისტორია. და მართლა კინოკადრად ხედავდი იმ ამბავს.